დილამშვიდობის მეგობრებო, ესეც ჩვენი კიდევ ერთი დღე საჰარას უდაბნოში. საკმაოდ მშვიდა და კარგად მეძინა, სიმართლე გითხრათ და ეხლა აგერ ყავას მივირთმევთ ერთად. რო შეგახედათ როგორი ჭიქა არის, ალბათ ყავას აღარასდროს აღარ დალევდით. Good sleep but cold. Cold, huh? Yeah. ისევ თავის საჭმელზე მპატიჟებენ, მაგრამ მეორედ უკვე ნახდათ ვეღარ გავრისკავ მაგის ჭამას. ერთხელ გადავრჩი. მეორედ არა მგონი. ესეც ასე მეგობრებო, მეც ავლაგდი, ჩვენი მეგობრებიც უკვე ავლაგდნენ, მე და ეს კაცი ერთად მივდივართ, ეს მეორე უკვე წავიდა და ავი დილით ყავა დამალევინეს და მეც რაღაც ხოძე ვარ და არ ვიცი, ესეც ჰაშიშიანი ყავა ხო არ იყო. აბა დავიძარით. ერთი აღმართი არის ცოტა ისეთი და იმედია არ გაუჭირდება. Assuera, picho cuelgan agua, una manecina. La manecina. La manecina. ¿Qué es sardina? Sardina. La manecina. La ¿Qué es sardina? Daubrundit ესეც ჩვენი Star Wars-ის ბაზა. უკვე როგორ ვარ, იცით, აი ძალიან შინაურულად რა შეიძლება ტურისტებს რაღაც აკლემები შევთავაზო და რაღაცე. Okay. Thank you. And bye. Bye. For Tozar? Yeah, back to the city. No, thank you. არ მინდა მე ადგილობრივი ვარ, აკლემს მე ვთავაზობს და მე ვაქირავებ აკლემებს აქეთ. კაი ფასად მყავს აკლემები ძმაო. უკვე მივდიოდი, სულ ცოტა მაკლდა რომ აქედან გავსულიყავი, მაგრამ ერთი რაღაცის გაკეთება მომინდა ეხლა და ეს რო არ გავაკეთო აქედან ვერ წავალ. ალბათ უკვე მიხვდით, რასაც ვაპირებ. თუ ვერ მიხვდით, მაშინ დაელოდით. ზემოდან არც ისე პატარა გამოიყურება, სიმართლე რო გითხრათ. ალბათ ეხა ქვიშით გავივსები. არც რეალს. არა, მოიცადე. აი იქით ჯობია მე მგონი. სხვანაირად წარმომედგინა საერთოდ. ძალიან გული დამწყდა რომ არც რეალებს. აი ეს არის დილის ვარჯიში. სხვათა შორის ძალიან კარგი ხედები არის აქედან. არა და მეგონა რომ ესე ძალიან სწრაფად ჩამოვსრიალდებოდი, მაგრამ არ გამოვიდა. არაფერი ცოტა ქვიშა ჩამეყარა არაფერს საცმელებში. ისეთი არაფერი. ეხლა ნამდვილად წავედით, თორე დაგვაღამდება. მე კიდე მინდა რომ დაღამებამდე ჩავიდე აფრიკის კონტინენტის ყველაზე ჩრდილოეთ წერტილში, სადაც მინდა რომ ღამე დავრჩე და რა თქმა უნდა ესეც ძალიან საინტერესო იქნება ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. როგორც ვიცი, ძალიან ლამაზი ადგილია. ასე რომ იმედია დაღამებამდე ჩავალთ. ხოლო აი ამ უმშვენიერეს უდაბნოს დღეს უკვე ვემშვიდობებით, იმიტომ რომ დღეიდან უდაბნოში აღარ მოგვიწევს ბოდიალე. აი ესეთ ადგილზე გავჩერდი მეგობრებო. ყავას დავლევ, იმიტომ რომ მე კაი ხანი
აღარ მომიწევს დასახლებული პუნქტი და მოკლედ ენერგიები გვჭირდება რა. დაახლოებით 530 კილომეტრი უნდა გავიაროთ, რომ ჩავიდეთ აფრიკის კონტინენტის ყველაზე ჩრდილოეთ წერტილში. რაც დამერწმუნებით, რომ არც ისე მარტივი იქნება, თან მე ხო მეორე ხარისხოვან გზებს ვირჩევ. ფასიანი გზებით არ დავდივარ, რომ უფრო მეტი საინტერესო ადგილები უფრო მეტი საინტერესო რაღაცეები ვნახო თქვენთან ერთად, ასე რომ ახლა ყავას დავლევ და გავუყვები გზას. აი ესე გამოიყურება ჩემი ამერიკანო. სანამ ამ უგემრიელეს ამერიკანოს დავლევდე ამ დიდი ხნის გაურეცხავი ჭიქიდან, მინდა კიდევ ერთხელ ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ვინც ჩემთან ერთად ხართ მთელი ამ მოგზაურობის განმავლობაში, იზიარებთ ამ ემოციებს. დიდი მადლობა ყველას. წინ კიდევ საინტერესო ადგილები გველოდება და ვისაც ჩემი მოგზაურობის დასრულება არ უნდა, იმათვის ერთი პატარა სიურპრიზიც მაქვს და კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ ყველას, ვისაც ჩემი არხი გამოწერილი გაქვთ და თვალს ადევნებთ ჩემ მოგზაურობას. უფრო მეტ ადამიანს რომ მივაწვდინოთ ხმა და უფრო მეტმა ადამიანმა რომ გამოიწეროს ეს არხი და ვისაც გინდათ რომ ეს არხი განვითარდეს, უბრალოდ გაუზიარეთ ერთმანეთს, თქვენ მეგობრებს, თქვენს ახლობლებს. გაუზიარეთ ეს ვიდეო, რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს, მომავალში უფრო მეტ ადამიანს ამოუგდებს რეკომენდაციებში, ასე რომ აი ესე ნელ-ნელა თქვენთან ერთად განვავითაროთ ეს არხი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ზუსტად თქვენი დახმარებით სულ მალე 50,000 გამომწერზე წავალ. და აი გპირდებით, რომ 50,000 გამომწერზე იქნება ყველაზე საინტერესო ვიდეო, რაც კი აქამდე გინახავთ. აი ესეთ პატარა ქალაქში ჩამოვედი, მეგობრებო, ქალაქის სახელი არ ვიცი, მაგრამ აქედან უკვე დაიწყება მთიანი უდაბნო, ასე რომ ჩქარა ვეღარ ვივლით, სავარაუდოდ ძალიან მოხვეული გზები იქნება და ალბათ ამიტომ იწერს დაახლოებით 8 საათს, 400 კილომეტრი მაქვს გასავლელი კიდე. ცოტა ხანი გავჩერდი, პატარა შესვენება მოვაწყე, თორე უკვე ძალიან დავიღალე, 1-200 კილომეტრი გამოვიარე. დარჩენილი მაქვს კიდე 300 კილომეტრზე ცოტა მეტი, ასე რომ ავიც მოკლედ მთელი დღე გზაში მოგვიწევს ყოფნა რა. ცოტა დამღლელი გზა არის, რადგან ხშირად შევდივარ დასახლებულ პუნქტებში და სიჩქარე შეზღუდული არის ხოლმე, ამიტომ ნელა მიწევს სიარული. ესეთი ყავა ვიყიდე ერთი და ლიმნის ფანტა დაგილევიათ? მე არ გამისინჯავს და რა ვიცი, დამაინტერესა. ნახევარი გზა გამოვლილია, ძალიან დავიღალე, თვალებს ვეღარ ვახელ, უკვე ისე დავიღალე, მაგრამ არ ვჩერდები ბოლომდე მივდივარ რა. თუ ძალიან არ დავიღლები, არ გავჩერდები. დაღამებამდე მაინც არ ამგონია რომ ჩავასწრო, მაგრამ მე ყველანაირად ვეცდები რა. რა კარგია სიმწვანეში დაბრუნება. ნახეთ რა საოცარი სილამაზეა და აქ რო დრონს არ შემოგატანინებენ, წარმოიდგინეთ რა, დანაშაულია მართ. აქეთ უკვე აღარც ნერვიულობ, რომც დამაღამდეს. ძალიან ბევრი ადგილი არის, სადაც შეიძლება ღამის გათენება. სულელები ვიდოდი. ესეც Google Map-ი. მე რამდენად უნდა მიმტყუნოს, უკვე არ ვიცი რა. შემომიყვანა რაღაც სოფლის გზაზე, ხან ტალახიან გზაზე გადამიყვანა, მოკლედ
მაინც დამკარგა რა, იმდენი გააკეთა, რომ მაინც დავიკარგე. რა ვქნა, ეხლა არ ვიცი, უკან ბრუნდები ცენტრალურ გზაზე დაახლოებით 1-5 კილომეტრი უნდა დავუბრუნდე უკან. არ ვიცი, სად წავიდე, როგორ წავიდე. არც არავინ არ არის რომ ვკითხო. მოკლედ ესე ვარ გაჭედილი შუა გზაზე. რა ვქნა, არ ვიცი. სავარაუდოდ ავრჩან ვარ, რა თქმა უნდა. 7 საათი ხდება უკვე და კიდე არ ჩავსულ ვარ და არც თუ ისე სასიამოვნო ადგილებში მიწევს სიარული. ძალიან საშინაო ადგილებში დავდივარ. გზა ამერია 1-4-ჯერ, ყველა რუკა სხვადასხვანაირად მიჩვენებს. მოკლედ არ მეგონა თუ ამდენი წვალება დამჭირდებოდა. მეგონა რომ ტურისტულად უფრო ესეთი აქტიური ადგილი იქნებოდა და მისვლაც გამიმარტივდებოდა, მაგრამ შევცდი. როგორც ყოველთვის, ჩემი გზები არ არის მარტივი. თან ისეთი ადგილები არის ახლა აქ, რომ ვერც გავჩერდები ვერსად. კარავსაც ვერ გავშლი. არც ჩანს საერთოდ არაფერი სად ვარ, რაღაც მთებზე დავდივარ ზემოთ ქვემოთ. არ ვიცი, მოკლედ იმედია მალე ჩავალ რა, როგორც მიწერს უკვე დაახლოებით 5 კილომეტრი დამჩა და ნახოთ, არ ვიცი. მოკლედ მეგობრებო, მაგარ შარში ვართ, მე მგონი მე და ჩემი მანქანა. რამოდენიმეჯერ მომიწია ისევ მობრუნება, იმიტომ რომ გზას ვერ ვაგრძელებდი და ეხლა დავინახე შუქურა აყენია. იქნებ ვინმე იყოს ამ შუქურაში, რომ თანამშრომლები, რომ რამე მიმასწავლონ მაინც, ან სადმე შემიფარო დღეს ღამე სადმე კარავი გამაშლევინო და ხვალდილით უკვე ფეხით გავაგრძელებ გზას, იმიტომ რომ როგორც ჩანს მანქანით ვერ ჩადიხარ ბოლომდე. აი შუქურაც გამოჩნდა. სამწუხაროდ გზა ჩაკეტილი არის, როგორც ჩანს არ შეიძლება შიგნით შესვლა, მაგრამ სამწუხაროდ არ ვიცი რა უნდა გავაკეთო, რა უკან დაბრუნებაც არ მინდა. ამდენი ვიწვალე აქამდე მოვედი და ეხლა უკან გავბრუნდე. გარეთ ამ გარემოში კარვის გაშლაც არ მინდა, იმიტომ რომ საერთოდ ვერ ხვდები სად ვარ. ტყე არის, არც ვიცი სად კარავი გავშალო, არ გავშალო. ყველაზე კაი გამოსავალი იქნება ალბათ ეხლა მანქანაში დავიძინო, შევეცადო რომ რამენაირად გამოვიძინო და ხვალდილით ვნახოთ მერე ყველაფერი. მე მგონი ეგ არის ყველაზე კაი გამოსავალი. აი ესე მეგობრებო, ესეთ ადგილს მოვაგენი რა პირდაპირ გზაზე მიყენია მანქანა. იმედი არავინ არ შემაწუხებს. დღესღამე შევეცდები რომ გამოვიძინო ამ მანქანაში და ხვალდილით უკვე ფეხით უნდა გავაგრძელო გზა. როგორც ჩანს მანქანის გზა ბოლომდე არ ჩადის. აქამდე როგორ მოვედი ამ მთელ გზას, მოკლედ ხვალ მოგიყვებით ყველაფერს, კარგად დილით რო გავიღვიძებ. დღეს ახლა აღარც ლაპარაკის თავი აღარ მაქვს არაფერი, ძალიან დავიღალე, ფაქტიურად 12 საათი ვიყავი გზაში, ასე რომ წავედი, დავისვენო და ხვალდილით შევხვდებით. სალამი მეგობრებო, როგორც კი გათენდა ყველაფერი თავის ადგილზე დავაგდა. ყველაფერი ძალიან კარგად არის. მოდით უბრალოდ განახებთ სადაც ვარ. ეს კაცი აქ ცხოვრობს ალბათ, თუ გასაკეთებს. Fishing. Fishing? Okay. აურთევს დაუბრუნდ რაღაც სხვა რაღაცა საკეთებ. საკეთებს არ ვიცი. მაინც ვერ გავიქე. კიდევ ეთანხმე, მაგრამ ვერ გავიქე. და აი როგორც იქნა, მოვადექი ადგილს, რისთვისაც ამდენი ხანი ვიბრძოლე, რომ მოვსულიყავი. გუშინ 12 საათი მანქანით და დღეს დილით 7 საათიდან უკვე 1 საათია ფეხით მოვდივარ, რომ აქამდე მოვსულიყავ. და ეს არის მთლიანი აფრიკის კონტინენტის ყველაზე ჩრდილოეთი წერტილი. სულ ცოტა გამაკლდება, სულ ცოტაც და ეგ არის. და ისიც მეგობრებო,
აფრიკის კონტინენტის ყველაზე ჩრდილოეთი წერტილი. წარმოიდგინეთ, მთლიანი აფრიკის კონტინენტის ყველაზე ჩრდილოეთ წერტილში ვარ ახლა. გუშინ აქ ჩამოსასვლელად გამოვიარე 600 კილომეტრზე მეტი. ტუნისის ყველაზე სამხრეთი წერტილიდან ყველაზე ჩრდილოეთ წერტილში ერთ დღეში ჩამოვედი. გზაში გამოვიარე ძალიან ბევრი პატარა ქალაქი, ძალიან ბევრი პატარა სოფელი. გამოვიარე ყველანაირი რელიეფი, გამოვიარე უდაბნოც, გამოვიარე ტყეც, გამოვიარე ზღვაც, გამოვიარე ყველაფერი საერთოდ რაც შეიძლებოდა. ამერია გზა რამოდენიმეჯერ საერთოდ არასწორი მიმართულებით წავედი. Google Map-მა 3 გზიდან 3-ვე არასწორად მაჩვენა. მე გადავედი Maps-მიზე, რომელმაც პირველი ვესტაზე სწორი გზა მაჩვენა, მაგრამ როდესაც ახლოს მოვედი უკვე აღმოჩნდა რომ აქამდე გზა საერთოდ არ მოდიოდა. აღმოჩნდა რომ უბრალოდ მიწის გზაზე უნდა მევლო, რაზეც დავფიქრდი რომ ჩემი მანქანა ამ ყველაფერს შეძლებდა თუ არა. მაგრამ უკან არ დავიხიე, წამოვედი და ბოლოს აღმოჩნდი ტყეში, სადაც ვიფიქრე რომ ნამდვილად ამერია გზა თქო, იმიტომ რომ არ მეგონა თუ ასეთი ადგილი იქნებოდა, მეგონა რომ ტურისტულად უფრო აქტიური ადგილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არ არის, მარტო ვარ, არავინ არ არის აქ ჩემს გარდა. როგორც კი გათენდა, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ყველაფერი არც თუ ისე საშინლად გამოიყურებოდა, როგორც გუშინ ღამე. ხოლო დღეს დილით კიდევ 1 საათი ფეხით ვიარე, რომ აქამდე მოვსულიყავი და აი აქ ვარ. მეგობრებო, 2 დღეა ფაქტიურად აქ მოსასვლელად ვიბრძვი და აი აქ ვარ. აფრიკის კონტინენტის ყველაზე ჩრდილოეთი წერტილი. რაც მე ძალიან დიდ мотивაციას მაძლევს, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტ დასახულ მიზანს მივაღწიო. რა თქმა უნდა, ამაში თქვენი დამსახურება არის ძალიან დიდი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 50,000 გამომწერზეც მალე ავალთ, იმიტომ რომ ის გეგმები, რაც დასახული მაქვს და ის მიზნები, რისი მიღწევაც მინდა რომ მალე გაგიზიარო თქვენც, მინდა რომ მალე გახდეთ ამ ყველაფრის ნაწილი თქვენც. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ყველას და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ვინც ახლა ამ ვიდეოს ისე უყურებთ, რომ არხი არ გაქვთ გამოწერილი, ყველა დააჭერთ გამოწერის ღილაკს და დაელოდებით მომდევნო ძალიან საინტერესო ვიდეოებს. ეხლა კი ერთად დავტკბეთ უბრალოდ ამ მომენტით. აი მეგობრებო, სუსტად აი ამ წერტილში ვართ ჩვენ, აი აქ. ეს არის ტუნისი და აი ეს არის აფრიკის ყველაზე ჩრდილოეთი წერტილი. ხოლო აი ესე გამოიყურება მთლიანი აფრიკა, სადაც ძალიან ბევრი ქვეყანა ჯერ კიდე სანახავი მაქვს, ასე რომ მე მგონი აფრიკა მზად უნდა იყოს, იმიტომ რომ მე მზად ვარ. მაგრამ მანამდე მე ახლა აფრიკის ყველაზე ჩრდილოეთ წერტილში რო ხალვა არ ვჭამო, აქაური ტრადიციული ხალვა, მე აქედან ისე ფეხს არ მოვიცვლი, აქედან ისე არ წავა. ასე რომ გუშინ ღამე ვიყიდე მაღაზიაში ხალვა, აი ესეთი ხალვა არის, რაც თევზის კონსერვი უფრო მეგონა, მაგრამ ხალვა ყოფილი. და რადგან კოვზი არ მაქვს, კოვზობას ჩამინაცვლებს ესეთი ორცხობილები. ძალიან გემრიელი ხალვა არის მართლა და არც ძალიან ტკბილი არ არის. აქ როგორც ვაკვირდები ტუნისში, ზედმეტად ტკბილი რაღაცეები უყვართ, ასე რომ ეს ცოტა გამიკვირდა, რომ ძალიან ტკბილი არ არის. აი ნახეთ, ამის თქმა მინდოდა რა, ეხლა ესე ხო დგავარ წინ ხმელთაშუა ზღვას უყურებ და უკან აი მინდოდა მეთქვა, რომ ჩემს უკან ეხლა არის მთელი აფრიკის კონტინენტი, წარმოიდგინეთ. მე ვარ ახლა ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ კონტინენტის ყველაზე ჩრდილოეთ წერტილში დგას. და ვცდილობ ახლა, რომ ეს ყველაფერი კარგად გავიაზრო, იმიტომ რომ არც თუ ისე მარტივია ამ ყველაფრის გააზრება. სამწუხაროდ მოვიდა წასვლის დროც, მეგობრებო. უნდა წავიდე, დავტოვო ეს საოცარი ადგილი. მაგრამ ყოველთვის მემახსოვრება ეს ადგილი და ყოველთვის მეცოდინება, რომ ამ უზარმაზარი აფრიკის კონტინენტის ყველაზე ჩრდილოეთ წერტილში ნამყოფიო. ხოლო ჩვენი შემდეგი ლოკაცია იქნება ქალაქი ბიზერტა, რომელიც აქვე ახლოს არის, არც ისე შორს არის. კურორტია, ისიც საზღვაო, ასე რომ ჩავიდეთ, დავათვალიეროთ, ვნახოთ, როგორც ამბობენ, ლამაზი ქალაქიაო და ავიცი, მოვინახულოთ. თუ მოგვეწონება, დავრჩეთ კიდეც ამ ქალაქში. ესეც ჩემი მანქანა.
ვეღარ გავuris კი აქეთ გადმოსვლა რომ არ ჩაიძიროს მეთქი. წარმოიდგინეთ, აი გუშინ ღამე აქამდე მოვედი და აქ ეს რო დავინახე, ვიფიქრე რომ აქ ალბათ გზა აღარ არის, ვეღარ გავაგრძელებ თქო და წავედი, დავბრუნდი უკან, მე ავედი აი შუქურამდე, იქაც დაკეტილი დამხვდა ყველაფერი და მე უკან რო წამოვედი, სადღაც ბუჩქებში ვნახე შესაძრომი და შევძვერი იქ დავიძინე პირდაპირ. თურმე აი ეს გზა რო გამეგზელებინა, მალევე მივიდოდი სანაპირომდე. აი ამ გზებით მოვდიოდი გუშინ შუაღამეს. ჩამოვედი მეგობრებო, ესეც ქალაქი ბიზერტა. ცოტა ვიბოდიალე სანაპიროებზე, ვეძებდი სადმე გასაჩერებელს, მაგრამ ვერსად ვერ ვნახე, კამერა დამჯდარი მქონდა და ვერ გადავიღე. მოკლედ დღევანდელი გეგმა არის ახლა რომ სადმე დავჯდე, რამე ვჭამო და ტექნიკა დავტენო და მე უკვე გზადაგზა მოვიფიქრებ რა ვქნა. ჯერჯერობით სიმართლე რო გითხრათ, თვითონ ქალაქი როგორც ყველა მოწესრიგებულია და საკმაოდ კარგად გამოიყურება, მაგრამ სანაპიროები რაც ვნახე ჯერჯერობით დიდად არ მომეწონა რა. ზოგადად ძვირად ღირებულ სასტუმროებში მაგალითად თავისი კერძო სანაპიროები თუ აქვს და მოწესრიგებული არის, შეიძლება მე არ მინახავს. მაგრამ აი ესე ძირითადად სანაპიროები რაც არის, დიდად რო გითხრათ არ მომეწონა, იმიტომ რომ არ არის მოწესრიგებული, არ არის წყლის გადასავლები, არ არის გამოსაცვლელი, შედარებით სიბინძურია და ასე შემდეგ. მოკლედ, სადაც ადგილობრივები ისვენებენ, როგორც უმეტეს ქვეყანაში, სადაც გვიწევს ხოლმე მოგზაურობა, ძალიან სიბინძურია რა. მეც ეხლა ღამე სადაც ვრჩები ხოლმე, ძირითადად ისეთი ადგილები არის, სადაც ადგილობრივები ალბათ ხშირად დადიან ხოლმე და რავი, საკმაოდ სიბინძური არის ყველგან რა. ლუდის ბოთლები და ასე შემდეგ. ყველაფერს მოკლედ იქვე ტოვებენ. აი ესეთ ადგილზე მოვედი მეგობრებო, სადმე დავჯდები ახლა, რამეს შევჭამ, ყავას დავვლევ და მე გავისეირნოთ ქალაქში ამასობაში, ჩემ კამერას და ტელეფონსაც დავტენი, რაც მთავარია. ისე ღამე დასარჩენადაც არ არის ცუდი ადგილია იქ მანქანით თუ შევალ სადმე. კარავიც გაიშლება იმ ბორცვის მეორე მხარეს, რომ გზიდან არ გამოჩნდეს. გეგმა მაქვს ასეთი, დღეს დავრჩი ამ ქალაქში და ხვალ დილით ადრე წავიდე ტუნისში მანქანის დასაბრუნებლად, ან დღესვე წავიდე ტუნისში, რომ ხვალ დილით ძალიან ადრე ასადგომი არ ვიყო და დღესვე დავრჩე რამე ნორმალურ სასტუმროში, მაგრამ მირჩევნია რომ დღეს აქ დავრჩე მე პირადად, იმიტომ რომ სასტუმროს ეკონომიასაც გავაკეთებდი და თან დიდი სურვილი მაქვს რომ პირდაპირ ზღვის სანაპიროზე დავიძინო, ასე რომ არ ვიცი, აი ვფიქრობ და როგორც კი გადავწყვიტავ, აუცილებლად გეტყვით. აი ესე გამოიყურება ჩემი პიცაც. კიდათ რო გითხრათ ტუნისში პიცა უარგად თქო, მოგატყუე. წავარა. განსხვავება არის ალბათ ბევრი სხვადასხვანაირი ყველი აქვს, ზუსტად არ ვიცი. მაგრამ ზოგადად პიცას სადაც უკვეთავ ხოლმე, ყველგან აქვს სხვადასხვა გემო რა. თვითონ ყველის გამო. ამ ყველს აქვს ეხა აი ჩვენი ქართული ნამდვილი ქარხნის ყველი რო აიღო და ჩაახეხო, აი ეგეთი გემო აქვს რა. ქარხნის ყველის გემო აქვს. კარგად დავისვენე მეგობრებო, 1-2 საათი არის იქ ვზივარ, ჭამე, ყავას დავლიე, ყველაფერი დავტენე და გამოვედი გარეთ. ეხლა მივდივარ დღევანდელი ჩემი პოტენციური ღამის გასათევი ადგილი უნდა ვნახო, ჩემი თვალით, როგორი ადგილია და მე უკვე გავიდეთ ქალაქშიც, დავათვალიეროთ რაღაცეები. აი ესე გამოიყურება აქ სანაპირო. როგორც ხედავთ, ხალხიც ისვენებს. აი სადმე აქ იქნება დღეს ჩემი დასაბანაკებელი ადგილი. აი ეს არის ქალაქი სულ. აქეთაც გრძელდება ცოტაზე, მაგრამ არც ისე დიდი ქალაქია, სხვებთან შედარებით, უფრო პატარა ქალაქი. არ ვიცი ეხლა რამდენად ჩანს, მაგრამ წყალი არის ძალიან სუფთა. კიდევ ერთი მინუსი ვიპოვე მეგობრებო, აი ესეთი ძალიან ბევრი წყალმცენარეები არის, აი აქ მოგროვებული.
დანარჩენ ადგილებში იმდენი არ არის, მაგრამ წყალში შეიმჩნევა, რომ აქ-იქ არის. ასე რომ თუ ვინმე აქ დასასვენებლად აპირებთ ჩამოსვლას, რომელიც სასტუმროსაც აარჩევთ, შეამოწმეთ, რომ კარგი სანაპირო ქონდეს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, კარგ სასტუმროს კარგი სანაპიროც ექნება. ესაც ბიზერტას სანაპიროები. ეხლა წავიდეთ და გავისეირნოთ ქალაქის ძველ ისტორიულ ნაწილებში. არ ვიცი სწორი მხრიდან შემოვედი თუ არა, მაგრამ მოკლედ აი ესე ლამაზად გამოიყურება ეს პატარა ქალაქი. თვითონ ქალაქი ბიზერტას ისტორია იწყება ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-10 საუკუნეში და ამ ქალაქის მშენებლობა უკავშირდება ძველ რომაელებს. ხოლო ქალაქის აი ამ უძველესი ნაწილის მშენებლობა უკავშირდება ჯერ კიდევ ძველ ბერბერებს. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, ამ ქალაქმა განვითარება მაინც დაიწყო მას შემდეგ, რაც აქ შემოვიდნენ არაბები და ეს მოხდა ჩვენი წელთაღრიცხვით მე-8 საუკუნეში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ლამაზია აქაურობა, არც თუ ისე სასიამოვნო სუნი დგას და ძალიან ბევრი კატები არიან, როგორც ჩანს ცხოველები წყავთ და აი მთელი ქუჩები სავსე არის ესეთი განავალით. აი ესეთ გარემოში დავაგემოვნებ ახლა ნამდვილ ტუნისურ ჩაის. ჩაი უკვე დავაგემოვნებ ბედუინებთან ერთად, მაგრამ ის ჰაშიშიანი ჩაი იყო, ასე რომ იმედია ეს წესიერი ნორმალური ჩაი იქნება. ძალიან უცნაური გემო აქვს. მეგონა ჩვეულებრივი შავი ჩაი იქნებოდა, მაგრამ არ არის ჩვეულებრივი ჩაი. რაღაც მენთოლის არომატი აქვს უფრო რა. ძალიან სასიამოვნო დასალევია და სასიამოვნო გარემოა, რაც ყველაზე მთავარია. მოდით ახლა მაგ კამერას ავიღებ მაქედან, სანამ ვინმე გააყოლა ხელს. აი ესეთ სანაპიროზე გამოვედი. და როგორც ჩანს, მთავარი შესასვლელი არის აი აქედან. ალბათ არასწორი შესასვლელიდან შევედი, ასე რომ აქედანაც შევიდეთ, ნახოთ, რამე თუ არის განსხვავებული. აი, რამდენი თევზები არიან პირდაპირ ნაპირთან. აი, აგერ კაცი თევზაობს, დაველოდოთ, აბა რას დაიჭერს, ნახოთ ერთი. თქმა უნდა, ჩემ თევზებსაც ვაჩვენებ, რომ ვიღაც ის არ ვეგონო უბრალოდ გამოვლენა. 21 კილო. თავიდანვე რომ წარმოდგენა შეექმნას, რომ პროფესიონალთან აქვს აქ. This is a bread, yeah. ჩვეულებრივ ცომზე თევზაობს. ურის გული არის მოზელელი. არ მინდა ახლა შენიშვნა მივცე, მაგრამ ცომი არის ძალიან ცუდად მოზელილი, იმიტომ რომ ადვილად იფშნება, არ არის კარგი მოზელილი და ამის გამო ადვილად აძრობენ როგორც ჩანს წყალში, იმიტომ რომ 1 3 4 ჩარტყმა ქონდა ახლა და ყველა გაიქცა. დაუბრუნდეთ ახლა ჩემს სახლ-მანქანასთან, რა შვება ხო ადგილზე არის კიდე მთელი დღეა. მივატოვე მარტო. მივალ ნახავ, სადმე გავისეირნებ, კიდევ ნახავ რა არის ამ ქალაქში აუცილებლად სანახავი ადგილი. ამასობაში მოსაღამოვდება კარვის გაშლის დროც მოვა და შევეცდები, რომ სადმე სანაპიროზე დავბანაკდე. როგორი გეგმაც მქონდა. ადგილზეა, ჩემი პატარა ადგილზეა. ნახეთ რა. რა მანქანაა, ნახეთ. აი ესე საერთოდ უპრობლემოდ მომატარა მთელი ტუნისი ამ მანქანამ, გაუძლო უდაბნოსაც, რა ვიცი, მთებსაც, სანაპიროებსაც ყველაფერს. კია, მოკლედ კიას ცენტრს მივმართავ თბილისში. მოკლედ აი ესე გამომადგა ეს პატარა კია რა. რა თქმა უნდა, ჯობდა ჯიპი, იმიტომ რომ ბევრ ადგილას ვერ მივდიოდი, სადაც მინდოდა მისვლა, ბოლომდე ამ მანქანით ვერ ვისკავდი მისვლას, მაგრამ დასაწუნი ნამდვილად არაფერი არ აქვს ამ მოგზაურობაში, მშვენივრად გაართვა თავი ყველაფერს. მოკლედ მე თვითონაც ვერ გავუგე ჩემ თავს. აი 2 წამის წინ ყველაფერი გადაწყვეტილი მქონდა, რაც უნდა გამეკეთებინა და ეხლა უცებ მომინდა რომ წავიდე აქედან და აქვე ახლოს ნახე ძალიან საინტერესო სანაპირო, სადაც სავარაუდოდ დავრჩები ღამე. არ ვიცი რატო გადავწყვიტე ესე, იქ რო არ დამხვდეს ეს ყველაფერი, მე ჩემ თავზე უნდა მომეშალოს ნერვები, მაგრამ არ ვიცი, მოკლედ ეგრე გადავწყვიტე. აი ესეთ სანაპიროს მოვადექი მეგობრებო, რატომ გადავწყვიტე აქ წამოსვლა, არ ვიცი, ვერ გეტყვით. ალბათ უფრო განცალკევებული მინდოდა ყოფილიყავი, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი ხალხი დადიოდა და არასასიამოვნო გარემო იყო კარვის გასაშლელად, ჩემი აზრით. აქ რამდენად სასიამოვნო გარემო იქნება საღამოს, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეხლა არავინ არ არის, მარტო ვარ.
აი ესე გამოიყურება აქაურობა. აქეთ არიან მოთევზავეები. სხვათა შორის არც ისე ცოტა ხალხია, აქეთაც არიან და აქეთაც არიან. არ ვიცი, სავარაუდოდ ფეხით არიან ჩამოსულები, იმიტომ რომ მანქანით მე ვერ გავრისკი აქ შემოსვლა, ძალიან ქვიშიანი არის და სავარაუდოდ ვეღარ გავალ მე აქედან. ვერც შემოვალ, მაგრამ რომ შემოვიდე ვეღარ გავალ. როგორც ხედავთ, აქაც კარგი სანაგვეა, მაგრამ აუ სხვა გზა არ არის. აქ უნდა გავშალოთ. ახლა უკვე დაღამდება მალე და ნამდვილად აღარ მაქვს სურვილი ისევ ღამე ვიბოდიალო სადმე. ნახეთ რა ხდება, სანაგვე არის მართლა. მიაზრეთ ეს რა უნდა იყოს. შუა სანაპიროზე კონტეინერი თან ამოშენებული გვერდებით. რაღაც უცნაურ ადგილას მოვედი ძალიან მე მგონი. აი ეს იქნება დღეს ღამე ჩემი სახლი მეგობრებო. აი აქ გაიშლება ჩემი კარავი და აი აქ დავბანაკდები მოკლედ. ხედი მექნება აი ასეთი. სხვიდან ცოტა მოშორებით ვარ, იმიტომ რომ ამ ადამიანმა მირჩია რომ ცოტა ჯობია ზემოთ გაშალო, იმიტომ რომ ღამეო ძალიან ძლიერი ქარი არის ხოლმეო და შეგაწუხებსო, მოკლედ ვერ დაიძინებო და ამიტომ ამოვედი გადავწყვიტე რომ აი აქ ხეებში გავშალო. ხედი მაინც ძალიან კარგი მაქვს აქედან, ფაქტიურად სანაპიროზე ვარ და რა ვიცი, მეტი რაღა გვინდა სრული სიამოვნებისთვის. წავედი ახლა მანქანიდან ამოვიტან რაღაცებს და დავბანაკდები. მარტო არ ვარ მეგობრებო, როგორც აღმოჩნდა, აგერ მეზობლებიც ყავს, my neighbors. აი მოკლედ აქ ცეცხლს ანთებენ და როგორც მითხრეს, აი ეს ნაკვერშხალი მთლიანად ჭირდებათ, რომ გააღვივონ ერთი ჩილი. დასეწევიან ჩილიმით არ ვიცი. მეწევით ბიჭები რა ესე ვაბოლებ ჩილიმს. იმედია ცუდი არაფერი ყრია შიგნით. მე დიდი მოყვარული არ ვარ ჩილიმის, მაგრამ აქ ძალიან უყვართ, ყველა ეწევა და მოკლედ ძალიან დიდ პატივს ვცემენ. დამავიწყდა თქვენთვის რომ მე თქვა პოლიცია იყო მოსული და გამოვთხრილეს რომ საშიშიაო აქ დარჩენაო რა და მე უთხარი რომ იუთუბერი ვარ თქო და კაიკაიო დარჩიო და მე აღმოჩნდა რომ აქვე მეზობლებიც მყოლია გადმოვედი აგერ ბიჭები გავიცანი და მოკლედ აი ესია რა. წაგან კარავი გავშალე, არ ვიცოდი ხამეს არ დავრჩებოდი, როგორ დავრჩებოდი. ეხლა კიდე აგერ ბიჭებთან ერთად ჩილიმს ვეწევი. ესაა ცხოვრება. მოკლედ რა ხალხი მყოლია მეზობლად რა. ჩილიმი, ეხლა ლუდზე დამპატიჟეს და რავი, მოკლედ მშვენიერი ადგილი ამირჩევია ღამე დასარჩენად რა. And Georgian people, too many Georgian people now going in Egypt and Turkey for good hotels and like this. And now I'm here because I want to show Georgian people, so Tunisia is better. Yes, but Turkey is very, very nice. It's beautiful Turkey. Yes, but I think now too many Georgian people come here because too many interesting places are in Tunisia also. And they don't. Hotels are expensive in Tunisia, but everything else is cheap. Food is very cheap in Tunisia. Yes. And I like Tunisian food. Yes, I like spicy food. I don't like, but I'm traveling in Pakistan, in India, in Bangladesh, and this country eating too much spicy food. Too much spicy. I hope. Yeah, now I like also. Yeah. And I like shakshuka. Yeah. Shakshuka بالحوت. 15 minutes earlier we eat shakshuka with fish. It's best. Yeah. It's our way of life. Like if we don't have spicy food, we only be bored and angry. Have you tried the lablabi? Lablabi? No. It's bread mixed with hummus. Hummus.
I It's like spicy, hummus, yeah. but it's spicy and Kamon. Kamon. Tomorrow I want to taste street foods, Tunisian street foods in Tunis. So I want to try everything. I So would advise you which to one? eat lablebi. Lablები. Yeah. Okay. მოკლედ ახლა ვაპარაკობთ იმაზე, რომ ტუნისელებს ძალიან უყვართ კემპინგი რა და ძალიან ხშირად დადიან, მაგრამ ამ ტერიტორიაზეცო იმიტომ მითხრა პოლიციამ, რომ არ არის უსაფრთხო, რომ თურმე აქ მოდიან არალეგალები, რომლებიც მე აქედან გადადიან პირდაპირ იტალიაში. წარმოიდგინეთ, ისეთი გაჭირვება ყოფილა თურმე. მე აი ვერ წარმომედგინა ისეთი ქვეყანაა და თურმე ისეთი გაჭირვება ყოფილა ტუნისში, რომ ხალხს გაქცევა უნდა აქედან და ვერ მიდიან, თითქმის ყველგან ვიზა ჭირდებათ, სადაც არ უნდა წავიდნენ და მოკლედ აქედან ბევრი ცდილობს, რომ წავიდეს იტალიაში. იტალია არის ყველაზე ახლოს აქედან. და აი თურმე ესე პირდაპირ ნავებით და რაღაცებით ცდილობენ, რომ გადავიდნენ. აი მაგიტო ყოფილა თურმე საშიში. და ზაფხულში ზოგადად ძალიან ბევრი ხალხი მოდის თურმე აქ და მაგიტო აი თითქმის ადგილიც არ არის, რომ ღამე აქ დასარჩენი. აი ესეთი ამბებია. And what you need to take Schengen visa? What? It's hard or you can take It's hard. Very hard? Very hard. Like even thinking about it makes you. if someone invite you, then it's easy to take visa or no? Not easy, but much easier than. მოკლედ ძალიან რთული ყოფილა ტუნისიდან სადმე წასვლა რა. აი ესეთი ამბავი არის. მე კიდე მეგონა რომ ძალიან განვითარებული და კარგი ქვეყანაა. But too many French people come here, Yeah. so Some why so Tunisian French people can't go in French? I don't know, but in the summer, like they like the summer in Tunisia. Like French Yeah. people, Italian people, they like Jerba is almost full of tourists. In the summer, it's all full of tourists. აი ესე უნდა იყო კემპინგისთვის მომზადებული, რომ იცოდეთ, განათებები ნახეთ. მოკლედ, კარგია, რომ აქედან არ წავედი რა. აი ესეთ გარემოში აღმოჩნდი უცებ. მეგობრებო, აი ბიზნესზე ვლაპარაკობდით რა და მოკლედ აი ამეების შემოტანას მთავაზობენ საქართველოში. აბა რა სიტყვით. ძალიან თბილი არის სხვათა შორის და კარგი არის. მიხდება? ცოტა დიდია, მაგრამ მე მგონი კარგია რა. Okay. Thank you for Going? everything. That's it? Yeah. I'm going because tomorrow I go morning, Well, when So- you will wake up, maybe. You will maybe wake 7 because in 8 I need to go to 8 from here. I understand. So nice to meet you, Leo. I Yeah, hope okay. we meet again. Yeah, I will write watch you. all your videos. I promise. I Thank love you. YouTubers. I love Yeah, YouTubers. I'm waiting your comment on this video. Sure, sure. I love traveling YouTubers. I promise Thank you. I will message you and comment on your videos. And thank you so much for being. დავბრუნდი მეგობრებო, ჩემს ბანაკში იმედია ყველაფერი ადგილზე დამხვდება. აქ მქონდა მთელი ჩემი ცხოვრება დატოვებული, ასე რომ კი, ყველაფერი ადგილზე. აი ჩემი სახლი. მოკლედ მეგობრებო, იმის თქმა მინდა, რომ რაღაც გულმა მიგრძნო, რომ იქიდან უნდა წამოვსულიყავი. და გულმა მიგრძნო ალბათ, რომ უკეთეს ადგილზე დავრჩებოდი დღესღამე, ასე რომ გაამართლა ამ ყველაფერმა და აი ესეთი კარგი ხალხი გავიცანი, მოკლედ ლუძეს დამპატიჟეს, მოკლედ აი ესე კარგად ვისაუბრეთ, ბევრი რამე გავიგე ტუნისის შესახებ და ეხლა მოვიდა დრო, რომ შევგორდე ჩემს პატარა კარავში. ასე რომ წავედი, ეხლა დავისვენო, დავიძინო. ხვალ დილით 7 საათზე სავარაუდოდ აქედან გავალ. დაახლოებით 9 საათზე უკვე მანქანა უნდა დავაბრუნო, ასე რომ უნდა ვიჩქარო დილით. წავედი ეხლა და ხვალ დილით შევხვდებით. არხი გამოიწერეთ აუცილებლად არ დაგავიწყდეთ და ეს ვიდეოც დაალაიქეთ. დილამშვიდობის მეგობრებო, საშინელი ამინდი არის, გულში მთელი ღამე წვიმდა და ჭექაქუხილი იყო. იმედია მანქანას არ გაუჭირდება აქედან გასვლა. კარვის დაკეცვასაც არ ვაპირებ, ეხლა პირდაპირ ჩავაგდებ მანქანაში, რომ გავაშრო და მე უკვე სასტუმროში დავკეცო. აი ესეთი ხედი მაქვს ჩემი კარვიდან. აბა წავედით ჯერ პირველი პარტია ბარგი ჩავიტანოთ და მე უკვე კარავზე ამოვბრუნდებ. ყველაზე საშინელება არის ტალახიანი კარვის ავაგება. თევზაობის დროსაც.
აი ეხლაც. საკმაოდ კარგად მეძინა თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ძალიან წვიმდა გუში მთელი ღამე, კარავშიც ჩამოვიდა წყალი და თან საკმაოდ ძლიერი ჭექაქუხილი იყო და ცოტა კი მანერვიულა. სამწუხაროდ მთელი გზა არის წვიმს. იმედია ტუნისში მაინც იქნება კარგი ამინდი, თორე მოგვიწევს ჩვენი ბოლო დღის გატარება სასტუმროში. დავბრუნდი ტუნისში, ტუნისის დედაქალაქში. ეხლა მივდივარ იგივე სასტუმროში, სადაც თავიდან დავიწყე ჩემი მოგზაურობა და ერთი ღამე ავიღებ მაგ სასტუმროს. სამწუხაროდ თავისუფალი ნომრები არ არისო. ეხლა ყველა გეგმები ამერევა, მოკლედ რაც კი მქონდა თავში დალაგებული. მაგრამ ბუკინგზე მიჩვენებს, რომ ერთი ნომერი არის ხელმისაწვდომი, ასე რომ არ ვიცი, გაირკვევა ეხლა რამ. სასტუმროს ამბავიც მოვაგვარე მეგობრებო და გამოვედი მოკლედ გარეთ, იმიტომ რომ 12 საათამდე ჩეკინი არ არის, ხო და ჩემთან არის 10 საათი, ასე რომ 2 საათი იქშდომას აზრი არ აქვს. პირველ 2 დღეში ისე მივეჩვიე ამ ქალაქს, რომ უკვე რუკაც აღარ მჭირდება, ყველაფერი ვიცი სად რა არის, როგორ უნდა წავიდე. როგორც იცით, მანქანაც უკვე დავაბრუნე, მანქანაზე რაღაც პრობლემები იყო, მეუბნებოდნენ, რომ თანხავა არ გადაგიხდიაო, სინამდვილეში გადახდილი მქონდა. მერე დაუკავშირდი საქართველოს ბანკსაც საქართველოში და ცნობებიც მომწეს, რომ მე ნამდვილად გადახდილი მაქვს. ხო და არ ვიცი, მოკლედ რატო აკეთებდნენ ამას. არ ვიცი, რაღაც სადეს ალბათ თუ გაუვიდოდათ, რომ კიდე გადამეხადა თუ რაღაცა დაგოიმება უნდათ, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყურადღებით იყავით მაინც. ბევრი ეცდება ალბათ ესე თქვენს მოტყუებას მაინც, როგორც ყველგან ცდილობენ ხოლმე ტურისტების მოტყუებას. მოკლედ დღევანდელი გეგმა დავამტკიცე და დღეს შევჭამ ყველაფერს. საერთოდ რაც კი ტრადიციული არის, ყველაფერს შევჭამ. ეხლა მივდივარ პირველი რესტორანი, რაც მირჩიეს ადგილობრივებმა და რაღაც ტრადიციული სენდვიჩი არის, რომელიც არ ვიცი, ძალიან გემრიელიაო, თვითონ ესე მეუბნებიან, თან ძალიან მშია და თან დავაგემოვნოთ, ნახოთ. აი ესეთი ქუჩა არის, სადაც ძალიან ბევრი კვების ობიექტებია. აი ესე გამოიყურება ჩვენი პირველი ობიექტი და ეხლა შევეცდები რომ შევუკვეთ. სამწუხაროდ ლაბლაბი არ ქონდათ და გავივლი, აბა იქნებ სადმე სხვაგან იყოს. ეს არის ჩემი გიდი. იმას სწავლის ეხლა სად არის ლაბლაბი. ლაბლაბი. ავაგენი ლაბლაბს გავიკითხე, გამოვიკითხე და მოვედი. Thank you. It's okay. მოკლედ ლაბლაბი ესე კეთდება და ჯერ ეს უნდა ჩაუხშნა თამაში რა. ესე მეუბნები. ოკეი. თვითონ უნდა და რომ ჩაევშნა თავის ხელებით და მეთქი იყოს მე თვითონ ჩავუხშნა. ეს პური მომცა და მეთქი რა არისო, სულ ეს არის მეთქი მთელი ლაბლაბი. რატო ვაკეთებ ხოლმე ესეთ რაღაცებს არ ვიცი. აი დიდი პორცია ლაბლაბი გამომივიდა. ლაბლაბი. სენდვიჩი მეკონა და თურმე აი ესეთი რაღაცა არის. ზადდება ჩემი ლაბლაბი. ეს ბიჭი მეხმარება რომ ამოურიოს ყველაფერი კარგი. არ მოძიეთ. აი ესეთი მასა გახდა ერთიანი. დარწმუნებული არ ვარო, სწორია რასაც ვაკეთებ და ეს უნდა ვჭამო ეხა, იმიტომ რომ მართლა ძალიან ცუდი შეგრძნება მაქვს ეხა რა.
აუ არა რა. ეს არ მომეწონა. ძალიან ცუდი გემო. აუ ამას ნამდვილად ვერ შევჭამ. ძალიან ცუდი გემო აქვს მართლა. ეს შაქშუკა რაც ჭამე, ის მართლა გემრიელი იყო და ეს ძალიან ცუდი არის რა. ვისაც გული ადვილად გერევად ხოლმე არ უყუროთ, იმიტომ რომ აი მართლა ეხლა ძლივს ვიკავებ მართლა აი საშინელება არის პროსტა. აი ერთსაც შევჭამ და იმედია ჩამითვლით, იმიტომ რომ მართლა მეტის ჭამელი აღარ ვარ. უბრალოდ გული ამერევა, ეხლა აქ დავსვო, ანუ აქ დამთავრდება ეს ვიდეოც რა. არა და ძალიან მშიოდა, მაგრამ შანსი არ არის. всё. მოდი ჩავთვალოთ ესე რომ ყველაზე ცუდიდან დავიწყე და ნელ-ნელა უკეთესებს გავსინჯავ, იმიტომ რომ არც ამაზე ცუდი არ ამგონია რომ რამე იყოს. აი ხო იცით, ყველაფერს შევჭამდი, მაგრამ აი აქ რო გაქ, ხო იცი, აი ძლივს რო ყვაპავ, აი გულის რევა რო გეწყება, უკვე ეგეთი იყო რა. საშინელი რაღაცა მასა გახდა ერთიანი. რა გავსინჯავ ესეთ რაღაცა შაპატი ქვია ამას, რომელიც არის ომლეტით და ნახოთ აბა, იქნება ამან მაინც გაამართლოს. ყველაფერი ჩაძივა. არ ვიცი, მე ყველაფერზე კი სვეუბნები და კაი სვაკეთებ თუ არა არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ ვიცი, გავსინჯოთ. აი ესე გამოიყურება. მე მგონი საინტერესოდ მივდივართ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ეს გემრიელი იქნება რა. ეს მართლა კაი. კონკრეტულად ამ საჭმელს რაც შეეხება, თუ სისუფთავეზე თვალს დახუჭავთ, მაშინ გემრიელია. კვერცხი არ არის ბოლომდე კარგად შემწვარი. არის ცოტა ხევადი, ვისაც ეგეთი არ გიყვართ, მოკლედ არ ჭამოთ მაშინ. აბა რა, თავიდან უფრო გემრიელი მომეჩვენა, მაგრამ ეხა უკვე იმდენად გემრიელად აღარ მეჩვენება. რატო არ ვიცი, მაგრამ რაც უფრო მეტი გემოები შემხვდა ეხა, მით უფრო უგემური მეჩვენება რა. მე იმიტომ ვცდილობ ხოლმე, რომ გემოები არ შევიმჩნიო, რომ წარმოიდგინეთ ეხლა აი ვინმე რო იყოს ტურისტი ჩამოსული საქართველოში და რავი, რომელიმე კერძი, რომელიც ჩვენ მაგრა გვიყვარს და იმას არ მოეწონოს, ხო ჩვეულებრივი ადამიანური მომენტია და რაღაცა აი უხეშად რო თქვას რამე ან რაღაცა ჩვენს ანალოგიურად გვეწყინება, სუბუქად რო თქვა გვეწყინება, ასე რომ ზუსტად ასევე უყურებთ მეც რა ამ ადამიანებს ეს მოწონს, აკმაყოფილებს, გემრიელია და უყვართ, ასე რომ უბრალოდ რა ვიცი, პატივისცემის ამბავია რა. მოდი ესე შევაფასებ. წინა საჭმელს ჩემგან 10-დან 1, საერთოდ არადაობა იყო, ანუ აი მართლა გულის რევის რეცეპტი იყო მართლა და ამას შევაფასებდი ესე რომ 10-დან არ ვიცი 4, მეტი არა. ნუ 4-იც იმიტომ რომ უბრალოდ აი რა ვიცი, რამე რო იყოს შეჭამ რა, მეტი არაფერი. რამეს ერთ კიდე დავაგემოვნებ და მე უკვე დავბრუნდები სასტუმროში, პატარა შესვენებას გავაკეთებ და საღამოს ისევ გავაგზავნებ. რა თქმა უნდა, street food-ი ვის გაუგია შაურმის გარეშე და ეხლა მოვედი ერთ-ერთ საშაურმეში, სადაც ბევრი ხალხი იყო და რა ვიცი, იმედია ეს მაინც გაამართლებს, რომ იმედია ამას მაინც შევჭამ ბოლომდე. აი აქეთ უყრია ხორცი რა, თუ ხედავს და პირდაპირ ხელით იღებს და ყრის პულში და რაც სესასიამოვნო სანახავი. აი ესე გამოიყურება ჩემი ზე უცხიმიანესი შაურმა. ფაქტიურად ერთი კვირა არის ნორმალურად საჭმელი არ მიჭამია, რაც წასული ვარ და დღეს ერთიანად ჩავიყარე ყველაფერი street food-ი, რაც კი შემხვდა. ამ შაურმაში გადავიხადე დაახლოებით $2-მდე. ძალიან ბევრი მწვანილი და ხახვი აქვს. შეხვეულიც არასწორად არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცომი არის, გემოებიც არ არის კარგი, მოკლედ არ მომწონს, აი მართლა რა ვიცი. იმიტომ არ ვამბობ რომ რაღაცა რამე შარზე ვარ და რამეს ვეძებ რა. რაც მომწონს იმას ხო ვამბობ ხოლმე რომ მომწონს და რავი, აი ძალიან უცნაური გემოები აქვს რა მართლა, ანუ აი
არ ვიცი რა რატომ მოწონთ თვითონ, მაგრამ ნუ რავი ხა ამ თავისი გემოვნება აქვს და ამიტომ რავი არ მიკვირს თვითონ თუ მოწონთ, კარგია, მაგრამ ჭამ ვცდილობ იქნებ და მომეწონოს, იქნებ გემრიელი იყოს, მაგრამ რავი ვერ გავაგემრიელე რა. ვერაფრით ვერ გავაგემრიელე. აი ხა ძალიან დიდ უკბი, ჩაო, იქნებ გემოები წამოიღოს კარგად. არ უნდა მექნა. აუ, ვეღარ ვყავ, არ უნდა მექნა. აუ, რა ცუდი გემოა. არ ვიცი, რისი გემო ქონდა, დიდზე რო უკბიჩე, მაგრამ რაღაც ისეთი შემყვარო. აუ, ვერ აგიხსნით რა საშინელი გემო ქონდა. ვეღარც გადავყლაპე, ვეღარც ვლაპარაკობდი და ეგრევე გავიქეცი გვერდზე. კინაღამ გურლი ამერი, აუ, რა საშინელება იყო. აუ, არ გინდათ რა მოკლედ რა. რასაც ახლა მე ვაკეთებ, თქვენ არ გინდათ რა. ნორმალურ ადგილას შედი და კაი საჭმელი ჭამეთ. გემრიელი საჭმელიც აქვს ტუნისში და ეს რაღაცეები არ გინდათ რა. ამ შაურმას ჩემგან არ ვიცი 10-დან 3, არ ვიცი, ძალიან ცუდი იყო მართლა. всё, მოკლედ ახლა პატარა შესვენება უნდა გავაკეთოთ, თორე ესე გაგრძელება აღარ შეიძლება. წავედი ახლა და სასტუმროში დავჩექინდები, ცოტას დავისვენებ და მე საღამოს ისევ გავაგრძელო. ესეც ჩემი სასტუმრო, მეგობრებო, დავისვენე ცოტა ხანი, დავტენე რაღაცეები. მოკლედ წინასწარი გაწერილი გეგმა არ მაქვს, როგორც იცით, რის მერე რას დავაგემოვნებ და ასე შემდეგ, უბრალოდ რაც შეგხვდება ქუჩაში და რაც მოგვეწონება, ყველაფერი დავაგემოვნოთ. თქვენ მანამდე არხი გამოიწერეთ აუცილებლად. ეს ვიდეო დალაიქეთ და კომენტარებში დამიწერეთ როგორ მოგეწონათ ტუნისური სტრიტ ფუდი. მეც გამოვედი და მზემაც გამოანათა, გიჟივით დავდივარ შორტებით, ყველა დადის დუტის კურტკებით და თბილად ჩაცმული. მე ჩემი შარვალი მიმაქვს გასარეცხად, იმიტომ რომ ერთი ჩანთა როცა გაქვს და ერთი შარვალი, გზა არ არის, ხან შორტებით გიწევს ზამთარში სიარული და ასე შემდეგ. ხან ზაფხულში გრძელი შარვლით. აი ეს არის სამრეცხაო. გასული არავინ არ არის და ველოდები. აუ რა საყვარელი ბებო იყო, აი ბებია რო შვილიშვილზე ზრუნავს, ხო იცი და ეგრე იზრუნა. თავიდან მითხრა რომ არ მაქვსო დრო რა, ხვალამდეო ვერ იქნებაო და მეთქი ხვალ დილი 9-ზე უნდა ვიყო აეროპორტში თქო და აი ისე ინერვიულა გულთან ისე ახლოს მიიტანა რა, ყველაფერი გადაწია, გადმოწია თან ფრანგულს მასწავლი და რაღაცეებს და მოკლედ დაიტოვა და 6 საათზე მზად იქნებაო და ადგლობა მეთქი, ხო და წავედით ახლა და რაღაცეები ვჭამოთ კიდე. რამდენსაც გავუძლებთ, იმდენი ვჭამოთ. აი ესე ქუჩაში არის პირდაპირ რაღაც პატარა, გავსინჯოთ აბა. სადაგზა გავსინჯოთ რა არის? აი ძალიან ცუდი ცხიმის გემოა. კბილიც არ არის ვაფშე. აი როგორი ცხიმის გემოა, იცით, აი ყველაზე უხარისხო რაღაც ცხიმი რო აიღო, არ ვიცი რა არის და მაგაში რო გააკეთო, აი ძალიან ცუდი გემოა მართლა. შეიძლება უკეთეს ადგილებში უნდა შევიდე, რომ უფრო გემრიელი რაღაცეები იყოს, მაგრამ ჩვენი მთავარი მუღამი ხო სტრიტ ფუდი არის, ასე რომ მთავარი კრიტერიუმი რაც არის, იმას აკმაყოფილებს. ეხლა მაგარი რაღაც უნდა განახოთ. ამაში წესით ხო შოკოლადი უნდა იყოს და შოკოლადის რაოდენობა ნახეთ. ეს რა არის? საიდან მოხვდა იქ საერთოდ? ეგაა საკმარისია. ვერთო გერმანიამდე ჯამრთელი ჩამიყვანე და მეტი აღარ მინდა არაფერი. და ისიც ჩვენი შემდეგი გაჩერება ეს არის ქათმის სენდვიჩი, რომელსაც დავაგემოვნებ. ძალიან უყვართ ადგილობრივებს და მეც დავაგემოვნებ. ჯერჯერობით გემრიელი ვერაფერი ვერ ვჭამე და იმედია ეს მაინც იქნება გემრიელი, თორემ შია. სისუფთავეს უკვე აღარ უყურებ, ეგ უკვე გათიშული მაქვს დიდი ხანია, რაც სისუფთავეზეა პასუხისმგებელი. აი ესე გამოიყურება ჩემი ქათმის სენდვიჩი. ოპა, წავიდა. აბა ვნახოთ რა იქნება. მოკლედ, ფრი მოაქვს ყველაფერზე, მაგრამ ისეთი საძაგელი ფრი არის, რომ აი ცხოვრებაში ფრის ჭამა აღარ მოგინდება რა. არასდროს რო ზეთს არ ცვლიან, აი ეგეთ ზეთში წვავენ და აი იმენ ხვეწები რა გემრიელი იყავით, ხო? პირველი კვეჩა არა უშავს. ერთი კვეჩით არასდროს არ უნდა შეაფასოთ, იმიტომ რომ ძირითადი გემოები მერე იხსნება ხოლმე რა შიგნით, იმიტომ რომ ყველაფერს რო შიგნით უშვებიან, აი სადღაც შუაგულში არის ხოლმე რაც არ მომწონს მერე რა და ასე რომ ნახოთ ჯერ არ ვიცი. ესეთ რაღაცებს რო უჭამ, იცით რა ვფიქრობ, რომ აი ეს რო ვინმე საქართველოში მიუტანა, სულ რო
ორი ვარი ღირდეს. აი მეორე დღეს დაგიჭერენ ალბათ. ოღონდ მართლა რა, მაგრამ ნუ აი აქ ითვლება რომ გემრიელია რა. მოწონთ აქაურებს რა. შენც ახლა მშიერი რო ხარ, შენც მოგწონს რა უნდა ქნა. თან უნდა ვიძახო, ნუ. აკაია. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარი სენდვიჩია. ჭამ იქნება მომეწონოს, მაგრამ არაფრის გემო არა. შეუძლებელი მოხარშული ქათამი არის ჩაძენძილი შენი და ეგ არის რა. არც ოუსი აქვს რამე არაფერი საერთოდ რა. არა და დედაქალაქია, თითქოს ამდენი ტურისტი ჩამოდის, ქუჩებიც მოწესრიგებული არის. ქუჩებიც მოწესრიგებული არის, ნახეთ აი აქეთაც. ყველა მხარეს სისუფთავი არის, მაგრამ აი საჭმლის კეთება სისუფთავეში მაინც ვერ ისწავლეს. აი ჩვენი დღევანდელი ფასტ-ფუდის დაგვირგვინება იქნება აი აქ, იმიტომ რომ გადავიფიქრე შაქს უკან, რადგან ერთ-ერთ ვიდეოში უკვე გადავიღე და შევაფასე კიდეც. ამ ვიდეოში აღარ ჩავსვავ, თუ მომინდება ისე შევჭამ. ასე რომ, აქ ახლა დავაგემოვნებ ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული კერძი, რაც არის ალბათ არის ქაბაბი. ხო და მოკლედ ნახოთ როგორი ქაბაბი იქნება. რისი ხორცი არის, ეგეც არ ვიცი, არ მიკითხავს, ასე რომ რავი, ერთად ვნახოთ რა იქნება. ნებისმიერი კერძი იწყება აი ესე, მოაქვს სუპი და რაღაც სხვადასხვა საწებლები და ჯერ აი ამით იწყებ და მერე მოდის უკვე ძირითადი კერძი. ეს საწებლები დაახლოებით იგივე არის, რაც იქ ერთ-ერთ ქალაქში რო გავსინჯეთ ის ვიდეო თუ გახსოვთ, ვისაც გაქვთ ნანახი, გემახსოვრება. რანი აჯიკასავით რო იყო ეგ არის. წითელი მე მგონი ძალიან ცხარია. არა, ესეთი ნაღდათ არ იყო იქ რო გავსინჯე, ამას რაღაც ძალიან ცუდი გემო. და ეს სტაფილოსფერი არის კიდე რაღაც, არ ვიცი, სტაფილოთი არის ალბათ გაკეთებული. აი იმუნობებია რა. ახლა გავსინჯოთ წვნიანი. აუ, წვნიანი გემრიელი. სიმართლე რო გითხრათ, ცუდი არ არის. აი ეს მწვანე რაღაც აჯიკასავით რო არის, ესეც გემრიელი. დღეს რომ მოვიწამლო, ვერ გავიგებ რა მომწამლა, იმიტომ რომ იმდენი რაღაცა ვჭამე და იმდენი პოტენციურად მომწამლავი რაღაცა ვჭამე, რომ არ ვიცი, მოკლედ რაღაცეები კი მაქვს წამლები წამოღებული, მაგრამ იმედია მაინც გერმანიამდე კარგად ჩავა. მე მგონი ეს არის ტუნისური გურული ღვეზელი, იმიტომ რომ კვერცხი აქვს შიგნით ყველი და რაღაცეები და ვნახოთ. აი შიგნით აქვს კვერცხი, ყველი. რაღაც გურულს გავს მაგრამ. Did you finish this soup? ავა რა დიდათ არ გავგიშდი ამაზე. გადავინაცვლეთ შემდეგზე. აი ესე გემრიელად გამოიყურება, ეს არის კაბაბის ზომები ძალიან პატარა არის, მაგრამ არა უშვებს. ეს რა არის? აჯაბსანდალი. აი ზუსტად გემო აქვს. ერთში არის აჯაბსანდალი. აი გავი. Просто როგორმე რო შემეძლოს გაგასინჯოთ. ოღონდ ძალიან ცხარი. ეს არის მე მგონი კიტრი პომიდორი რო იყო იქაც. დაახლოებით ეგეთი არის. გავს რა ძალიან, აი ჩვენი კიტრი პომიდორის სალატ ძალიან გავს. პრაქტიკულად იგივე ინგრედიენტებია და მაგით. ბრინჯი ძალიან გამიკვირდებოდა რომ კარგი არ ყოფილიყო, იმიტომ რომ ძალიან უყვართ აქაც ბრინჯი, რა ყველაფერს ბრინჯთან ერთად ჭამენ. არა ქაბაბიც ვაგემოვნოთ. ცოტა არ იყოს არ მომეწონა. სავარაუდოდ საქონლის არის, მაგრამ ცუდი გაკეთებული კატლეტის გემო აქვს რა. აი ცუდი კატლეტი ხო გიჭამიან, რავი, სკოლაში მაინც ან სადმე ბავშვობაში. აი ეგეთი გემო, ცუდი კატლეტის გემო. ისო მომაკითხა. ეცმშიაო და ცოტას გავუყო. მოკლედ ახლა ბევრი რო აღარ ვილაპარაკო ამ კერძით, მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ, გემრიელი არის. რაღაცეები არის ისეთი, რომ ზოგი გემო მე არ მომეწონა რაღაც, მაგრამ ერთობლიობაში რა ვიცი, კმაყოფილი ვარ, ნორმალური არის რა. თან რაც ყველაზე მთავარია, იმის არ მიყურებია, სად გააკეთეს და როგორ გააკეთეს, ასე რომ ძალიან გემრიელად მივიხდი. აი ესე მეგობრებო, მე მგონი საინტერესოდ გავატარეთ ჩვენი ბოლო დღე ტუნისში, რა სიტყვით თქვენ? მოკლედ ნელა დავიძრები ახლა მე სასტუმროსკენ, იმიტომ რომ კარგი ნაჭამი ვარ უკვე, არაფრის გასინჯვის თავი აღარ მაქვს. მაქსიმუმ სადმე დავჯდე და სიწყნარეში, სიმშვიდეში კარგი ცხელი ჩაის დავაყოლო ამ ყველაფერს. მოკლედ აი ამ ბოლო საჭმელმა ყველაფერი გადაფარა, რაც აქამდე საშინელება ვჭამე.
აი ესე მეგობრებო, მოკლედ შემოვიარე ჩაის დასალევად და ვინაიდან ეს ჩვენი ბოლო დღე არის ტუნისში, ვიფიქრე რომ ბარემ დღეს შევაფასებდი ტუნისში მოგზაურობას. რადგან ხვალ საქართველოში არ ბრუნდები და მოგზაურობას ვაგრძელებ გერმანიაში, ხვალინდელი ვიდეო უკვე ცალკე გერმანიას მიეძღვნება, ასე რომ დღეს აქ დავასრულოთ ჩვენი მოგზაურობა ტუნისში, ჩვენი ტუნისური თავგადასავალი და შევაფასოთ ბარემ რას ვფიქრობ ტუნისზე. პირველ რიგში გეტყვით რომ ესეთი ჩაი შევუკვეთე, რომელშიც ცალკე პიტრა მომიტანეს და პიტრა ჩააგდეს შიგნით, თურმე ესეთი წესი და ტრადიცია ყოფილა ჩაის დალევის და საკმაოდ გემრიელია მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი შაქარი ჩამიყარეს, თვითონ არც უკითხავთ შაქრით მინდოდა თუ არა. მოკლედ დავიწყოთ იქიდან, საინტერესო ქვეყანაა თუ არა ტუნისი. მე მგონი ამ კითხვას თქვენ თვითონაც ძალიან კარგად გასცემთ პასუხს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო ადგილი ვნახეთ. მე გზადაგზა ბევრ საინტერესო ადგილს ვნახულობდი, ბევრი რამ არ ვიცოდი ამ ქვეყნის შესახებ, სანამ ჩამოვიდოდი და აი აქ უკვე მოგზაურობის პროცესში ბევრი საინტერესო რამ გავიგე და ბევრი საინტერესო ადგილი აღმოვაჩინე. ასე რომ ტუნის როგორც საინტერესო ქვეყანას ჩემგან არ ვიცი 10-დან 8 ქულა მინიმუმ. ძალიან საინტერესო ქვეყანა არის. ხოლო რაც შეეხება ტუნისში მოგზაურობის ფინანსურ მხარეს, ვფიქრობ ტუნისში მოგზაურობა არც ისე იაფია. მე თავიდან ვფიქრობდი, რომ უფრო იაფი დამიჯდებოდა აქ მოგზაურობა, მაგრამ საბოლოო ჯამში არც ისე იაფი დამიჯდა. მანქანის ქირაობა დაახლოებით $200, მაგრამ საბოლოო ჯამში არც ისე იაფი დამიჯდა. ყველაზე იაფი ტუნისში არის კვება, ასე რომ შეგიძლიათ მაღაზი არ ინერვიულოთ, გემრიელ საჭმელს საკმაოდ იაფადაც მიაგებთ. ყველაზე ძვირი ტუნისში არის სასტუმროები. ისეთ სასტუმროებში, რომელშიც მაგალითად სხვა ქვეყნებში მე გადავიხდიდი მაქსიმუმ $10 და $15, აქ ღირს 30 და 35 евро. რაც ჩემი აზრით მოგზაურობის ხარჯებს ძალიან ზრდის. ზუსტად ამიტომაც იდეალური გამოსავალი არის ტუნისში, ვისაც მოგზაურობა უნდა, მანქანის ქირაობა. თითქმის, 80% ვინც აქ სამოგზაუროდ ჩამოდის, ზუსტად აი ასე მანქანას ქირაობს და მანქანით უკვე მოგზაურობენ ტუნისის გარშემო. რა თქმა უნდა, კარავში დაძინებაც ბევრჯერ მოგიწევთ, იმიტომ რომ თუ კარავში არ დაიძინეთ და თან სასტუმროებში დარჩით, ეს კიდევ უფრო გააძვირებს, რა თქმა უნდა, მოგზაურობას. რაც შეეხება უსაფრთხოებას, აქ გოგოები უფრო მეტს მწერდნენ და აინტერესებდათ გოგოებისთვის რამდენად უსაფრთხო იყო ტუნისში მოგზაურობა. რავი, გეტყვით, რომ ტუნისი ბევრად უფრო უსაფრთხო ქვეყანაა ჩემი აზრით, ვიდრე ეგვიპტე. ვინც ეგვიპტეში, რავი, ერთხელ მაინც ქალაქში გასულ ხართ, იცით ალბათ, როგორი დამოკიდებულება აქვს ტურისტების მიმართ და ვფიქრობ, აქ, რავი, იდეალური გამოსავალი არის ტუნისი, ვისაც არც ეგვიპტე გინდათ, არც თურქეთი გინდათ, ტუნისი ჩემი აზრით იდეალური გამოსავალია. ასე რომ არავის არ შეგეშინდეთ ტუნისში მოგზაურობას. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ მოგზაურობას თავიდან ბოლომდე თვალი ადევნეთ, ვინც არხი გამოიწერეთ, ვინც ახლა შემომიერთდით, არა აქვს მნიშვნელობა, ყველას ძალიან დიდი მადლობა. ყველას უღრმესი მადლობა, ვინც ერთი კომენტარი მაინც დამიტოვეთ, ვინც ვიდეოებს ალაიქებთ. თქვენ მაძლევთ ძალიან დიდ мотивაციას, რომ ახალი ძალიან საინტერესო ქვეყნები აღმოვაჩინოთ. და არ ვიშლებით, იმიტომ რომ ხვალიდან მოგზაურობას ვაგრძელებთ გერმანიაში, ბერლინში და შევეცდები, რომ საინტერესო რაღაცეები გაჩვენოთ გერმანიიდანაც. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თქვენთაგანი ალბათ ბერლინში ნამყოფია, მე მაინც შევეცდები, რომ განსხვავებული კუთხით დაგანახოთ გერმანიაც და ბერლინი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე უნდა ავიდეთ 50,000 გამომწერზე, რომ ჩაფიქრებული ის 50,000-ის ვიდეო, რაც შეიძლება მალე განვახორციელოთ თქვენთან ერთად და დარწმუნებული ვარ, მსგავსი სიგიჟე არა მარტო ქართული YouTube სივრცეში, არ ვიცი, მსოფლიოს მასშტაბით თუ ძალიან ცოტა მოიძებნება, ასე რომ 50,000 არის ჩვენი შემდეგი ნაბიჯი. წავედი ახლა და ერთ კვირაში შევხვდებით გერმანიიდან.